მოგესალმებით ჩვენო საყვარელო ტელემაყურებლებო. თქვენ უყურებთ პაატა და ნიკას შოუს, რადგან დღეს ხუთშაბათია, საღამოს 10 საათი და თევზის ზოდიაქოს ხანად დადგა. ხუთშაბათი კი თევზის დღეცაა, მოგეხსენებათ, ამიტომ მოიმარაგეთ ოჯახში ლოქოჯანარი მურწაკალმახი და თქვენს კარგ განწყობასა და კეიფისა და დროსტარების ხასიათზე ვიზრუნებთ ჩვენ და რა თქმა უნდა ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. აქვე გაფრთხილებთ, რომ ბრაკონიერობა ისჯება კანონით და ანკესი თუ არ გაქვთ, ნიკა გათხოვებთ, სავსე აქვს საბარგული ანკესებით და ძეხვეულით. აბა ამის დაჭერი თევზი მე არ მახსოვს და თევზაობას ხომ უნდა რაღაცა მიაჭამო ადამიანმა. დაჭერი კაპოზე სერვილადი და მიდი. ვითომ მე თუ შეკიდე სათევზაო წაგიყვანო? საღამო ხასდამირეკე ხოლმე უფრო თანახმავა. კი კაცო, წამოვალ დავჯდები ჩემთვის იქ, დავდგავ პლასტმასის ბოთლით არახს და ვიქნები ჩემთვის. პლასტმასის ბოთლით აბა ზუსტად. მომავალი წლიდან მარკეტებში შესაძლოა პლასტმასის ბოთლებში განთავსებული სასმელები აღარ გაიყიდოს. აი ახლა კი მართლა ადეკვატური გახდება კითხვა. პარკი გინდა? აბა სადმე ხომ უნდა ჩაასხა სასმელი, რას ლაპარაკობ? ამასთან ერთად აიკრძალება შუაში გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით განსხვავებული, შუაში გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით ძაბრი ბაქანაში საწვავის ჩასასხმელად. დაჭხრეტი თავსახურიანი პლასტმასის ბოთლი მწვაძე მარილიანი ღვინოს მოსასხმელად. მაცივარში ლიტრიანი ბოთლი ცივი წყლისთვის. დავიღუპეთ ფაქტიურად. ნეტა იმ ხალხს ეშველება სპორტ დარბაზში რომ პლასტმასის ბოთლით ხელში ვარჯიშობენ ხოლმე. შუშის ბოთლით ხელში ივარჯიშებენ, შეგაცო რა პრობლემაა? საშიშია. ან გაუტყდეს და რა ვიცი, ფეხი გაიჭრას, ან საფეთქელში მოიტყას შემთხვევით რა ვიცი. მოდი, კარგი მხრიდანაც შევხედოთ ამბავებს. სად მაცივრიდან ახლად გამოღებულ შუშის ბოთლს რომ მიიდებ პახმელიაზე შუბლზე და სად პლასტმასისას. კი, მაგრამ მეზობელი რომ დილა ადრიანად სარიელ შუშის ბოთლებს ჩახრიანებს ნაგვის ბუნკერში და გაგაღვიძებს, კარგია ძალიანაც კარგია. ეს პლასტმასები აბინძურებს გარემოს. პეებში და მინდვრებში რომ ყრია პლასტმასი ძალიან ცუდი დასანახია. შუშა სხვა მაინც ბზინავს. ლამაზი. არადა პლასტმასის ბოთლი უსაფრთხოა ძალიან. იყიდიან ადამიანები ლუდს, დალევენ, იჩხუბებენ. წარმოიდგინეთ, სად პლასტმასის ბოთლი რომ მოგხვდება თავში და სად შუში. აბა? კაი, პლასტმასის ბოთლების გარეშე კი გავძლებთ. ეგ არაფერი, მაგრამ ახლა მეტალოპლასტმასის კარფანჯრებიდანაც თუ ამოიღეს პლასტმასი, მერე ნახეს შენ, მარტო მეტალის კარფანჯარა რა ძვირი დაждდება? აბა, არ ვიცი. გადავიდეთ სხვა თემაზე, მაგრამ სანამ გადავალთ, შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ამ შაბათ კვირას კომედი არხზე უნდა უყუროთ ძალიან მაგარ სერიას მიხო და მაროს არაჩვეულებრივ სერიებით. მოკლედ არ გამოგჩეთ შაბათ კვირას საღამოს 8 საათზე. და რაც შეეხება პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 15-ის ბილეთებიც აღარ არის, ანუ 7 მარტი, 8 მარტი, 13 მარტი, 14 მარტი, 15-იც გაიყიდეთ და შემდეგი პარასკევის, ანუ 20 რიცხვის დავდეთ და შემობრძანდით პაატა და ნიკას გვერდზე Facebook-ში და დაწვრილებით დეტალებს იქ ნახავთ, თუ სად და როგორ უნდა შეიძინოთ ჩვენი თეატრის ბილეთი. ჩემი შენ გითხარიო, ახლა კი გადავიდეთ მონოლოგზე. ბატონო. მეცნიერების ახალი კვლევით დადგინდა, რომ ადამიანი შეურაცხყოფას 30 წელი იმახსოვრებს. კომპლიმენტს კი 20 დღეში ივიწყებს. ჩიქი რა გამოდის ახლა? ანუ ახლა რო შეგაქო 20 დღეში აღარ გემახსოვრება, ხო? მაშინ მოდი პირდაპირ გაგრძელო და 30 წელი გულში ვიქნები შენთან. არა, საჭირო არ შეწუხდა ჩემო ზამია. ისე
ჩვენთან კომპლიმენტსაც შეურაცხყოფად იღებს ზოგიერთი. მაგალითად, რო ეთქვი ვინმეს რა კარგად გამოიყურებით, რა იყო აქამდე ცუდად გამოვიყურებოდეთ თუ? აბა, მეც მინახავს ასეთი და მსმენია. მე სხვა მეთოდი მაქვს. კომპლიმენტიც რომ 30 წელი დაიმახსოვროს ადამიანმა, მაგალითად, აი ასე უნდა თქვა, რა კარგად გამოიყურები, შეკარგო. ახსო შეურაცხყოფას ვაყენებ თან კომპლიმენტს ვეუბნები და ისე მაგარი ბიზნეს იდეა მაქვს რა კომპლიმენტების შემხსენებელი აპლიკაცია ხوار გავაკეთოთ რომელიც ყოველ 19 დღეში ერთხელ შეგახსენებთ რომ ვიღაცამ შეგაქოთ როგორია საინტერესო გადასარევი იდეა ესე იგი დასკვნა კომპლიმენტი არის ხელფასი რომელიც 20 დღეში თავდება და წყენა არის იპოთეკა რომელიც სულ გვახსოვს გადავიდეთ შემდეგ თემაზე, თორემ კი ბატონო, ჩვენ აქ 30 წელი წყენის დავიწყებისთვის ბევრი გონია და ამერიკაში ნატურა, რომელიც 125 წელი ანათებს და არ გადამწვარა, აშშ ღირსშესანიშნაობების სიაში შეიყო. 125 მეტი საქმე რა ნატურის წლებს იტყვი რა გაიქვეყანა ალბათ სადაც ეგ ნატურა იუბანში სვარკას არავინ აკეთებს და არც იმციმებს თორე ვნახავდი 125 წელი როგორ გაძლებდა კი და ალბათ ეგაა მიზეზი მოკლედ ამ ნატურით ყველა ბედნიერია წარმოებლის გარდა ვისაც ნატურის გამძლეობა ბიზნესი დაუნგრია საწყალი მე 9 ბლოკი არ მქონდათ იქ თავის დროზე თორე ნატურებს კი არა მაცირებს და ტელევიზორებს წავდა ეგ ხო გახსოვს ყველაზე კარგი ფილმი რო იწყებოდა მაშინ მე თო რა ბავშვი რა ვიფიქრე ეს საჩუქარს უარჩევენ ხოლმე დაბადების დღისთვის ხო იცია თქმა რამე ისეთი ვაჩუქოთ რომ სულ კონდეს თორე ბამბარერგა შეჯაბე და ეგაა და რა აი ეს ნატურა იქნებოდა იდეალური საჩუქარი თაობებს ემახსოვრება აუ სასწაულის საჩუქარი აჩუქა ჩინეთში ცოლმა ქმარს გეტყვი ახლა აი მე პირადად ეგეთი არაფერი არ გავიგია რა ჩუქამისთანა რო ვიცოდეთ თირკმელი საკუთარი თირკმელი 50 წლის იუბილეში მოიცა კაცო რანაირად თირკმელი რანაირად ეხლა რო გითხრა იქვე გამოიძრო და გაუწოდა გაფიცემ ჩემთან გამომართვი უარი არ მითხრაო ხო არ დამიჯერე რა მაგას ვერ დავიჯერებ რა თქმა უნდა ო და ჩვეულებრივად გადაუნერგა სჭირდებოდა ადამიანს გადასარევი საჩუქარია თან არ უთხრა თუ ჭკვიანად იქნები და არ მიყალატე 100 წლის იუბილეზე მეორე თირკმელსაც გაჭუკებო კაცი თქვავს თურმე შენ მე მთელი ცხოვრება ტვინის შემიჭავი და თირკმელს რატომ ჩუქნიო რატომ უმადური ეგ ისიც უთქვავს მერსედესი მიდოდა მაგრამ ჯანდაბას თირკმელი თვიბლიო მე მგონი ცოლმა ამით ვალი გაუსტუმრა ქმარს მაგის დაბადების დღეზე ქმარს უყიდია iPhone 17 Pro Max და თირკმელი ჩაუბარებიან ან უფრო ძველი ვალი გაისტუმრა ჩვენ ხომ ქალისთვის ერთი ნეკრი გავიმეტეთ თავის დროზე ამათ თირკმელი დააბრუნა მოკლედ ამ კაცს სოლი აქამდე მარტო გულში ყავდა და ახლა თირკმელში წყავს წინ მიდის ტექნოლოგიურად ყველაფერი აი ბატონო გვპირდებიან რომ სულ მალე სამშობიაროდ კოსმოსში წასვლა იქნება შესაძლებელი საინტერესოა სანამ კარი შობიარობს მამა და მისი ძმაკაცები რაკეტის კაპოტზე უბერავენ შამპანიოს რა კარგია დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში ზოგადად კოსმოსი გეწერება თუ ის კონკრეტული პლანეტა სადაც სამშობიაროს გახსნია ალბათ პლანეტა იცი რა ყველაზე ახლოს მარსია და პირველი სამშობიარო მანდ გაიხსნება ჩემი აზრით თორემ იუპიტერზე რომ მოიდობა მშობიარობა რა ვიცი ბავშვის კეთება გზაშივე უნდა დაიწყო სანამ ჩახვალ კი დაეწყება უკვე მშობიარობა წყნების დაღვა არა და გადასარევი მია გინეკოლოგები ნეპტუნზე ყოლიათ მაგრამ რა გიდა კლიმატია იმნაირი საშინელი ისე რა გიდა ბავშვი 18 წლამდე პროფესიის ზევნაში რო არის ხოლმე იქ დაბადებული ბავშვი უკვე ჩამოყალიბებული კოსმონავტი თავარია არ დაგვეზაროს და ბავშვები ვაკეთოთ დედამიწაზე და სამშობიაროს დიღომში ზიგოვის სადმე კი ბატონო
ყველაზე ძალიან ბავშვების კეთება სადარეზარებად ხო გახსოვს? რა თქმა უნდა, რა ცოდნა უნდა მაგას, გადახედე რაოდენობას, რა თქმა უნდა, ჩინეთი. ხო და ჩინელმა ქალმა ქმრისგან და მეგობარი კაცისგან ტყუპი გააჩინა თურმე. ეთყობა კოსმოსში გააჩინა, მაგან უკვე თორე ხო გადაერეოდა ქმარი. კიდე კაი ერთი მეგობარი კაცი ყავდა, თორემ რეძგვავდა 8 ბავშვს ერთად. მე რო გვიკვირს ამდენი რატო არიან ჩინელებიო? ნეტა თუ არჩევენ რომლისაა? მერა, არც ერთი არ გავს მამას. გამოხოხებული მეზობლები არიან. ნეტა მამებმა თუ იციან ეგ ამბავი. ან ერთმა, ან მეორე. არა და ქმარი ყოფილა გაგვირვებული. რატო არ უგავს მე არც ერთია და ცოლს უთქვამს. რა სიტყვა ახლა ჩინურებიაო. მეცნიერების აზრით ეს ფაქტი ანომალია, ხოლო მეზობლების აზრით ეს ფაქტი ბოზობაა. დასკვნა ასეთია, გამრავლებაში ქმრის გარდა თუ სხვების დახმარებაცაა საჭირო, მაშინ ვიყოთ ჯობია ისევ 3 მილიონი მაგის დედაცვად. თან როგორი ამბავია, იცი? აი, ტაქსისტებმა რო იციან ხოლმე მოყოლა. იმდენს ჩამიჯდა მაგარი ქალი და ასე მითხრა, ერთ ჩემი ქმრისგან ვაჩენ და მეორე შენ ხوار იქნებიო. კუპი მინდაო რა. ხოდა მე უთხარი, არ მინდა დაიგო არაფერი, ჩადი და მედიერი შვილი გაგეცარდოსო. მაგარი ამბები აქვთ ხოლმე და კი მიუძნათ ერთი სიმღერა ტაქსისტებს. რა სიტყვი, რამდენი ხანია ტაქსისტებზე აღარ გვიმღერია. მთელი ახალგაზრდობის წლები სულ ტაქსისტებზე სიმღერა შენ გავატარე? რას ლაპარაკობ და კი ბატონო, ჩათვალი აქვთ უკვე კაც სიმღერა. მაესტრო ილიტადრე ხასიათზე წამოვდექი და ეგრევე თეთრეულზე წამოვდექი დავქოქე და პირველ კლიენტს დავადექი კაი გოგო ჩამიჯდა და მისამართზე წავიყვანე ჩემი საუბრით ასტრალში გავიყვანე ისტორიებს უყვებოდი თავიდანვე შეხვედრაც გავინახდე მოგონილი სიმღერი მოგონილი ამბები მოგონილი ღიმილი და დავგადასავლები რაშვები ღამე იქნებ გვევახშვა საქმე რავი მე სუში მომწონს როგორ გამიმართლა მე ჯავრო ვიცეკო ტანგო ჯავრო ვიზუალით კარგო ჯავრო სახელად მარგო ჯავრო გამიღიმე მე მე კლიენტმა დილიდანვე გამაწვილა სადარბაზოსთან უსტიდი სისხაბილა ის კი თურმე ქუჩის ბოლოში მიცდიდა ნეტავისაც წავიდა დატვირთული ქუჩები დატვირთული გრაფიკი დატვირთული ქალაქი ვერ ვიშოვე კაპიკი ცოტა ვისკი ღვინო ან თუნდა ფშინი მინდა დრო გავატარო ცოტა დავისვენო მეც გზავრო ხანდახან კარგო გზავრო იქნება და მარგო გზავრო არ დაიზარო გზავრო წამომხევინე ტაქსისტი ვარ მე, შრომობდელი დღე, ამოვიდა მზე, კლინს დავეძე მოკლეს ვეძებს, დავაუცებ ბევრს, რუა უქმებ შენ, ტაქსი შეგვეთებს დილით ადრე ჩავდე აპლიკაცია ხედავ კლიენტი კაი კაცია ტიპი და მიტო აღარ საცია თან იმდენი რომ გიჟად მაქსია მოგონილი სიმღერით მოგონილი ამბებით მოგონილი ღიმილით და თავგა
Sana Mankana Mik Rogo Damkere Gogo Rogo Gamina Tlame Whisky Suzota Whisky Ruino Antunda Chin Minda Droga Vatar Sota Davis Veno Twen Zauro Khanda Khankargo Zauro Inkneba da Marco Zauro Arda Izaro Zauro Zamom Khevimel ესე იგი რა მაქვს ახლა ამ კვირაში ამ შაბათ კვირას ეს ქორწილი მაქვს კვირას მაქვს ელეხი მაქვს ერთი მაგრამ ეს არ მომკვდარა და რატო ჩავარის დიახ მომზადით შეიძლება პატუჩემი მომზადი განსალ გამარჯობა გენაცვალე გამარჯობა და მეცნო ვიშენ წინა კვირას ვიყავი ნათლია აქ ამ რესტორანში ნათლობაში და ვერა ხო ხო არა დელმა რო გამაგდო სუფრიდან 4 თვის ბავშვი გინებას რო ვასწავლიდი გასაგე გამახსენდა ახლა ვის ნათლავ დღეს არა ვის არ ნათლავ მოვესწარი ჩემო ბატონო ბიჭის ქორწილი მაქვს და სუფრა მინდა თქვენთან თქვენ რესტორანში გავაკეთო ჩეგენა აი იმ ნათლობაში ისეთი ჩაშუშული იყო რომ რა ვიცი რა ჩემს რო არ მოყავდეს ცოლი მე დავქორწილდებოდი არა ჩაშუშულს მართლა მაგარს ვაკეთებ იფ აზეთია საოცარი შეგაიხარე კაი ჩამოვწეროთ აბა რა ვიცი რამდენად არის სუფრა გვინდა მენიუ რა გვინდა მუსიკა რა გვინდა როგორც ხდება რა იცი რა მაინტერესებს კაცი რა ჯდება თქვენთან კაცი 200 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის შემოკარგო გააჩნია რა შეუკვეთავ ახლა ნუ ეხლა არ არის ძალიან ძვირი 300 ლარიანში რა შედის რომ ვიცოდე მაინც 300 ლარიანში უკვე პურმარილიც იქნება გასაგებია მაშინ 300-იანს ავიღებ ყველა ნაჭაი ხო ვერ მოვა მაინც რა კი ბატონო კაი გენაცვალე მასეც ვიფიქრე რომ მასე დააპირებდი ესე იგი რამდენ კაცს ეფიქრობთ ქორწილს ნუ რა არის ისიც საპატარძლო არის ინდოელი გოგო ძალიან კარგი გოგო და ჯერ არ ვთქვათ რამდენი ჩამოვლენ არ ვიცი დაახლოებით 20-30-ზე რო გავთვალოთ კი ბატონო არ არის ეგ პრობლემა არაფერი არა 30 კაცი რა არის კაცო გაგიშლი კაი სუფრას არ შეგარცხვერ გებრიელად ყველა რა 30 კაცი კაცო აბა 30000 ვარაუდობ რა 30 კაცი ეს ლაპარაკო კაცო შეხო არ გადაერიო 30000 სადავატი ვამდენი კაი მაშინ ვეთყვი რომ მარტო დედმამიშვილები წამოიყვანოს და ჩამოვიდნენ ცირეწრე ხო ნუ დედმამიშვილები ხო კაი კი ბატონო მასე ჯობია მომისმინეთ თამადა თქვენი გეყოლება თუ შეგარჩევინოთ რა ვიცი აი თქვენ ვის მირჩევთ რომ მაინც რომ ნიკარაბიძე ყოფილა გადასარევი არაბიძე რომელია კერმახს გამოვერ პიესი რომ იყავს ხო კი კაი რა ვიცი ხო რა ვიცი არა პიესი კი არა ამინდი ეგ არის იყოს კაცო რა მნიშვნელობაა კაცო კაი თქვენი გადასაწყვეტია გენაცვალე ვისაც საინტერესებთ მოკლედ კი ბატონო გავაგზელოთ ამაში მოდი ღვინოს შემოვიტანთ კი ბატონო ღვინოს შემოვიტანთ 20 ლიტრიანი ბოცებით და გავიტანთ მუცლით მიყვარს იუმორი და შეგენაცვალე მე რაღაც გინდა მიჯო არაბიძე აგულიაშვილი ითამადებარებ შენ არა მე არ შემიძლია სტენტი მაქვს ჩაყენებული და ვერ ვიცა მაგათ ხორას ლაპარაკობ ხო მუსიკა გენდობება თავისთავად ბიჭები უკრავენ ჩემთან საოცრად ფორტეპიანო გინდა დასარტყამი გინდა გიტარა გინდა კლავიში გიტარა არ გამაგონებთ გენაცვალე აი ეს გოგო არის რძალი ჯიმის ნათესავია დისკოს მოცეკვავის და ჯიმის კიდე ხო გიტარა მოუკლა დედა და ვერ იტანს ეხლა ეს ასმელა ბარაგები საწყალია ხარა იყოს კაცო დიდი ხანია გასული ახლა ინდური სიმღერა თუ იციან თქვენმა მუსიკოსებმა შეკაც ეს
ეს რა კითხვა და მისვია რას ქვია რომელი ქართული სუბრაგი დაკავ შენ ინდური სიმღერების გარეშე სიცხვილატოვის მოჭრა არა მაგრამ ეგ ძვირი დაждდება ეგ შემოძმაგას ძვირი არა ეგ ნუ ხო ცუდი იაფი რა გითხრა მომისმინე ახლა შედარებით იაფად გამოგიყვანა ქსოვრელებს წითელი წერტილები და ვახატო შუბზე არ წავა ეს კლარნეტზეროა ინდოელია ხო ალბათ ისედაც ეს არის სეირან ბაჩანი აბა რა მეუბნები კაცო რა მართლა ამას ბები ეყავდა ჩაკროპორტი და მეორე ბებია კაპური რას ზემო ბომბეიდან არ ვიცი ბომბი ძალიან კარგი შემდეგ კი ბატონო გადავიდეთ მენიუზე მაშინ ანუ ღვინო შენი შემოგაქვს ხო ღვინო კი დედოფლის მხარეს მოაქვს რას ლაპარაკობ დედოფლი რა იცი ღვინო ინდოეთში რა არიცია ბიჭო შემამ ძახალმა დელისოლიკაური მიკო ვერ გაძღები ისეთიაო კაი შემოძმავ კაი რაღა გვიჭირს დაბა ხორცეულს რა შეეხება ახლა მივხედოთ ფაქტებას ზაღა დეკეულის ხაშლებას ვაკეთებ არა კითებს არა მეთქი კაცო ძროხაზე გიждდებიან ეგებინა ძროხის ხორცი ამოიღეს საერთოდ მენიუ დედა რა დაი სამშალობ კაცო დეკეულ ხორზე როგორ არის ეკი კაცო ოღონდ მწვადი მინდა კეცის აი არა შენი გადაზაზვადია მაგრამ შამპური სადუ არ გიდა არ ჯობია შამპური თუ ძმაერთი მოიცა კაცო ეგენი ბანანი ჭრიან ხალხს ფილმებში და შამპურით რაც იზავენ მოიცა კაცო შენც მართალი ხარ ჩემო კარგო მოდი შვილო შეგენაცვალე აი შეგენაც მომზადი მოდი მამა გენაცვალო მომზადი თაგერ მე ისე სხვათა შორის ბიჭო ვასიკო არ გითხარი შენ მანქანაში დამელოდე მეთქი რატო გადმოხვედი რა მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს და იქ ვარ დავრჩებოდი რას ქვია ბიჭო გადაიყვანეს რატო გაატანე მომერიდა რაღაცნაირად აი ეგეთი უფხო მყავს პატივცემლა და შეხედა ცხოველია ეს გოგოც მოტყუებული ყავს აშკარად კაცო ისეთ სიტის გული აქვს დედას გავს უჩიტები როგორ მიყვარს წორს რომ მოვიყვან იადონსა ხო მომიყვან ამამი რამეშველება იადონი მოყვება მაგას მაპატიეს ესე იგი საერთოდ არ არის ახლა ეს ჩემი საქმე და არ უნდა ვკითხულობ ეს იდეა სადგაის სამედიცინოზე სწავლობ არა შაურმა მომიტანა გამოძახებული და ვედი ხო უნდა ყველაფერს არა კაცო ვედი პირველივე ცდაზე მოაგნო მისამართს მიწიერი გოგოა და ავიციე ჩვენს დავთან ამაზი მამი ბიზაბიზება ინდური სიმღერები იქნება კი შვილო კი შეგენაცვალო ჩემი თავი გიყვარს ხო შენ ზიდურები აუ ის რო არის აქვე კოლოკი და წარგეგმება სულ მაგრამ ჩუდი ნუ მომჭენ თავი თუ შეიძლება რა მაინც ხა მინდა რომ პატივი უცეთ შემრძალს და სახელი და გვარები ნათესაური კავშირი ხო არ იქნება თქო რა კი ბატონო ესე იგი ვინა გითხრათ რომ მე კიდე ყავს ჩვენ განსაკუთრებულად რა ქვია სოლისტები მომღერლები ესენი ბიჭები აგერ კი გაგაცანი ახლა სეირანი გიგაგაცანით რა აგერ აკორდეონზე უკრავს ზაზა ანანდი მეორე დოლზე ვიც უკრავს ზაზა მანამდი სეირან ბაჩანი და გიორგი საზანი შენაგაში და ვერ აი საერთოდ გორებით კი ბატონო კარგია ბატა შორის აქვე მინდა აღნიშნო რომ ჩვენის გვერდით ასე თანამშრომლობთ ინდური კულტურის ცენტრი გახლავთ განგა გადასარევი მე ვიცი მსმენია და არაც შეულებრივი კი ბატონო გავიცანი ეს ხო და რა შეეხება ახლა კიდე მადლობა რომ ჩვენთან არიან და სოლისტები ახლა მთლად ვიწყავს მომღერლები ვიც უნდა იმღერონ მთლად ინდოელები არ არიან მაგრამ ვერ გაარჩევ ინდოელებისგან გეუბნები რა მართლა სადაურები არიან აბა მეგრელი ბიჭი და გოგო კახელი არ მინდა ეგრე რა
მოიცა შირო გაჩვენდი, კაი გვაჩვენე თუ შეიძლება შევხედავთ და მე მივიდეთ. ბატონო 100 ჯერ გაგონილს ერთხელ დანაკიჯობიაო ჯერ კიდე როდის თქვი ეს სიტყვები და მოდი ვნახოთ აბა ნახოთ საგარია ჩვენები მოდიან აი აბა წავიდა გთხოვთ დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო, დავბრუნდით და სანამ სტუმარს წარმოგიდგენ ძალიან კარგად ნაცნობს თავისი ძალიან კარგი სიახლეებით და თუ არა ჩვენ ვინ გააჟღერებდა ჩვენიანისვე ასეთ კარგ ამბებს. გეტყვით რომ ამ შაბათ-კვირას ისევე როგორც ამ სეზონზე ყველა შაბათ-კვირას საღამოს 8 საათზე კომედიარზე უნდა უყუროთ აუცილებლად მიხოს და მაროს როგორც იცით სიახლეებია ძალიან ბევრი ახალი კარგი დაოცარი სერიები. კი ბატონო. და რაც შეეხება თეატრის ამბებს, მოკლედ ბილეთები შესაძინათ უნდა შემობრძანდეთ პაატა გულიაშვილის იუმორისტული გუნდის გვერდზე Facebook-ზე და იქ დაწვრილებით არის თუ სად როგორ და რანაირად უნდა შეიძინოთ ჩვენი თეატრის ბილეთი. ეს საინფორმაციო სახის განცხადებას მოურჩით ჩემო ძვირფასებო და მოკლედ გელოდებით აქაც და იქაც. ეკრანებთანაც და თეატრში. ახლა კი რაც შეეხება ჩვენ სტუმარს ამ ადამიანმა მე ბევრს არ ვილაპარაკებ მის შესახებ ის ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. ჩვენი მეგობარი, ჩვენი გუნდის წევრი, უსაყვარლესი, უშვენიერესი, უტანწერწეტესი. მოდი მივესალმოთ. ვასო გრიგალაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი. მუსიკაც შესაბამისი იყო ვასკა როგორც რა თქმა უნდა აი წალკელი კაცი ამ ჩუყი და მემართა აბა ჩუყი ესე იგი ეს ბოლო რამოდენიმე გადაცემა ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები ყავს სტუმრად ზოგი დაკარგული მე ისევ თავიდან გამოჩენილი ზოგი აქვს მაგრამ ძალიან ბედნიერება ის რომ სიახლეები არ ჩერდებით ერთად სიახლეები და აქტუალურობას არ გარგავთ მთელი ამბავი აი სულ საყვედურობთ ხოლმე სულ რამიდან ჩამოხვედი და არაფერი ჩამოვიდანეთო აი ეხლაც ისე ჩამოვედი ზუსტად არ ვიცი ესეთი ხელმომჭირნი ადამიანი აი ესეთი ხელმომჭირნი ადამიანი მე არ ვიცი რა შეირა შეყვარიც მართლა ეგრე გონიათ ისე იგი ну ალბათ იცით რომ ყოველი ორშაბათი არის ის დღე როცა ბატონი ვასიკო დიეტას იწყებს და შესაბამისად ეთყობა ესე იგი ტელემაყურებელმა ძალიან კარგად ითის მაგრამ უბრალოდ ერთხელ კიდე მინდა შევახსენოთ ჩვენს გადაცემაში უმეტესი ნაწილი პროცენტულად ალბათ რომელმა სიმღერებმაც ლექსებმაც და ასის შემდეგ გამოიწვა ძალიან დიდი გამოხმაურება თითქმის ყველაფერი არის ჩვენ არაჩვეულებრივ ბიჭებთან ერთად ვასკას დაწერილი მიხო და მაროს სცენარის ავტორი ამ შემდეგ და რა მოხდა ახლა პირველად ასაკს არ ვიტყვი მაინც რა ვიცი მის სიცოცხლეში დადგა თეატრის სცენაზე და არაჩვეულებრივად გაართვა თავი მინდა გითხრათ უბრალოდ პატარა აქ თეატრი ცოტა ბიჭებს მაგიტომ დავიწყე დიეტა ეხლა მე ძალიან მაინც არ დასროებარები ყველაზე მაგარი ეგ მომენტია არა სანამ დავიწყებთ მაგარი იქ ახლა ნუ თეატრში მოვყვებით ამ ამბებს და მთელი დღე და ღამე იქ რეპეტიციები რაღაცა აქეთ იქეთ რა ვიცი ჩვენი ხელით რო ყველაფერი გავაკეთე მართლა და რაღაცებს საუბრობთ ხოლმე შესვენების დროს და დიეტა არის ამოუწურავი თემა და ვასო სერიოზული სახით ვასკა всё დამთავრდა ხვალი თითოეულ მე დღესაც საერთოდ არ მიჭამი არც ზომეული არც კბილეული არაფერი დღეს დიეტაზე ვარ და ღამის პირველის ნახევარია და კიდე 1 საათი უნდა გავჩერდეთ ალბათ და მე წავალთ ალბათ სახლში და გავხედე ზარს ანახორციელებს სახლში რეკავს შემიწვის და ჩემი გაკვირვება გამოიწვია ნიკოლოზ რანაირად შეიძლება ну აი ლობიანი რამხელა ну რამხელა შეიძლება ესეთი
ხო არის ამხელა სტანდარტულები. ხო, 8 ნაჭრიანი. ერთ ლუკმაზე რანაირად შეიძლება. მე ამოუცნობი ამბავი. და ვასოს ერთი კარგი ზოგადად დიდი ლუკმები მაქვს. ვასოს კიდე ერთი საოცარი თვისება. რაღაც ღამე არ ვძინავსო თვითონ რამოს მე ახლა არ ვიცი ახლა ღამე ძინავს არ ძინავს, მაგრამ აი რა გითხრათ. ვენტილატორის პროპელერი რო ბრუნავს შეუძლია მიადოს თავი და ძინავ. მოკლედ დიდი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენ მოვყევით ყველაფერი და აბა კარგად აღარ საოცარი კაცია ძალიან კი ადამიანი რა მოკლედ თეატრზე გუში ერთი კვირის უკანდელი რაც მოხდა რა მთელი 4 ღამის 4 საათამდე რო ვიყავით და ბიბლიოთეკაში წიგნებს ვკითხულობდით დილაა და ცოტა ცუდად ვარ და სარეპეტიციო სადაც საწოლები დგას უკვე თეატრში იქ წამოვწექი მე სარეპეტიციო საწოლები კი არ დგას სპექტაკლში ჩიდება და ხო სპექტაკლი და წამოვწექი ამ საწოლზე და რაღაცა სკროლ და თურმე ხლა გაგიკვირდება და წამეძინა და ფარდიდან ხედავ ჩიტოვიჩი რატი ჩვენი ბიჭები და გამოყოფილი თავები და ისინია და უსმა თვალი რომ გავახირე მეთქი სპექტაკლზე დამეძინა თურტები ერთი 15 წუთში კი მასე იქნებოდა. როგორი გამოხმაურება იყო? აუ აი მართლა. მამა შენის მაინტერესებს. მამა ჩემმა ის როლი რომ გაიგოს ბოლოს ნიტის თავდება, მოეჭველი მაგინებს. ხო და ერთი რაც უნდა ვთქვა, მართლა მიკვირდა ხოლმე ადამიანების რომ ამობდნენ, რომ აი არა თეატრი სულ სხვა ხა მე რა შევიგრძენი ჯერ სულ რაღაც 5-6 ის არის სპექტაკლია და დედას გეფიცი აი სულ სხვანაირი ემოცია აქვს მართლა რა აი ადამიანების ახლოს ემოციას რო ხედავ და იცინიან ცოტა ზოგ სრემლი მოსდის აი სულ სხვანაირი ყოფილა მართლა ჩვენ ხმა სხვა ადამიანების აღარ მესმის ჩვენ ის მოყევი მე რო შემხდი მეორე დღეს ხო მაგას მომხდენ რა ერთი სპექტაკლი ვითამაშე და პაატას ხვდები და პაატა მეთქი სამკურნალოს მივდივარ ექიმთან მეთქი და რატო და ჩვეულებრივი ადამიანების აღარ მესმის ეს ვიღაცა მერცხეს მან დამწყევლა ამის გამო. მართალი ეგონათ. თავში აუვარდა ამის. მოკლედ, ძალიან მაგარია რა და ერთი რაც უნდა ვთქვა, სპექტაკლზე 15 მარტის ბილეთებიც გაყიდულია. კი ბატონო. აუცილებლად შევბრძანდით პაატა და ნიკას გვერდზე და შეიძინეთ 20 მარტის ბილეთები. საერთოდ არაჩვეულები. მე მაინც მაინტერესებს შენი ამბები იქ რა ხდება ახალი რაღაცეები გექნება იქ. ო ახალი რაღაცები ეხლა ჰალწუხებზე ჰალწუხი რატო არ მიკეთია და არასოდეს არ ვიკეთებ რა. არა არც ჩამოგეტევა არა. ხო და ერთია მეტეოდა და მაგის მერე გავ აქამდე აქ. ერთხელ არ გავტევა. რესტორანში ბიჭები მაგასები ქეიფობთ და თურმე გვერდზე სუფრაზე მოჭიდავეები ქეიფობენ რა. რაღაცა ისე შარიშური ატყდა რომ ვერ შეერიე. მაგარი ჩხუბი ატყდა რა. ანუ სერიოზული დაპირისპირება უკვე უნდა ჩხუბი დაიწყოს და მოჭიდავეები და დიცქო რა მოვარჩევდი. ყველაზე პატარა რომელიც უკვე მოვარჩიე და მეთქი ამას ახლა ერთს ლეწავდა თუ რაღაცა თუ წავაგწე ხო გადავახტები და გავიქცევი. ეს პატარა ტიპი ჰალსტუხი მიკეთე რატო ამბობ? შავი საროჭკა მასე ჰალსტუხი მიკეთია და რომ მოვუქნიე ხელი ამ ტიპმა აიცილა ბიჭო ეს პატარა და ამ ჰალსტუხში რომ მოვკიდა ხელი მოექცა უკნიდა როგორც კირილები ბინოშვილის ცხენი ისე დავყავდი რესტორან ვერ გავახევინე ხელი თან ეს ხო უჭერს მაგრამ ბიჭო ვიგუდები აღარ საროჭკა დავხი ჰალსტუხი ვერ დავხი შედი ჰალსტუხი და თქვენც არ გირჩევთ კირილები როგორც კირილები ბინოშვილის ცხენი კი ბატონო არა წეგარი და წარმოიდგინე პატარა კაცინობას ესეთი თავგადასავლები ბევრი გაქვს. კი, რა თქმა უნდა, ყოველდღე თითქმის. მე შესავლის გარეშე რომ მოყვეკითე რამე არ ვიდა. ესე იგი ამოუწურავი თემა, მე ვასოს არ უნდა ხამის შეხსენება ვასკასო, მოყვეს ჩვენი მამას. ბატონი ავთანდილი და მოკითხვა ჩვენგან ავტობატურ სურამში. მისი ისტორიები 1-2 მაინც რო არ გამოურიებ, მე პირადად ვერ გაპატიებ. ვინახავდი. ერთხელ მამაჩემ საკითხავისათვალ როგორ კითხულობს რა ხდებაო რა მეტი არაფერს იმ სათვალით კითხულობს რა ხდებაო მეც
ხო და ეს თვალე უკეთია და პროფესორი კაცი ისვენებდა ჩვენთან ძალიან განათლება. აი ახალი ჩამოსული. სურამში ახალი ჩამოსულია ეს კაცი და მამა ჩემმა რაღაცა შედარების და დედანახი მამანახი შვილი ესე უნდა ვინ მომდენ უნდა ეთქვა მაგრამ ეს არა წამოსდა ის თვითონ წამოსდა და ამ პროფესორმა კაცს მაგ განათლებულად მიიჩნია სათვალით მოდის მამა ჩემი გავზრდას გვაგინებს მიიჩნია განათლება და ბატონო ავთო რომელი წიგნები რაღაც 1-2 წიგნი ხსერა მაგრამ ავთო გაიცა ეხლა მოვალ ეხლა განაცვალე და შევიდა სახში და კოკა მანქანა წავიდა და მე მეორე დღე მესამე დღე წიგნებზე ესაუბრება რაღაცა მარკესზე და ხასერზე და ავთო თავს არიდებს და ბოლოს რა მოასხა და მომისმინეო გიგაროთან ასე ყველაზე ახლო შეხება წიგნთან რა მქონდა მამა ჩემო რომ ტელეფონების წიგნი მოსმენა გავზრდის კიდე რა წიგნებზე ველაპარაკები მოკლედ ესეთი ისტორია ეს საყვარელი კაცი მაგარი საყვარელი აი ამ ბოლოს ტიპს აქ მისაცემი ფული რა 100 ლარი და აი 80 ლარი და 100 ლარიანი მიაწოდა და ავტო ეუბნება რომ ხურდა არა მაქვს რა და მაშინ ამ კაცმა უთხრა ჩაგირიცხავ და კაი მაშინ წვრილი ფული ჩაგირიცხავ ტექნოლოგიებსთანაც ახლოს არის. გაგთო არა აქ მოყოლი ჩვენ. შენა და ხوارს კიდე არ გაბრაზდება მამა ესე. ორიგინება გადატანილი მაქვს. და ის არ მახსოვს გაგთო არა მოყოლი ძაღლის ამბავი, ძაღლი რო დაგეკარგათ. ძაღლის ამბავი მაქვს მე მგონი მოყოლი. ხო გზაში რო გბენდა. მოყევი კაცო, არ ვიცი სად გაკეთე. არ ვიცი მოყოლი მაქვს თუ არა. შენ გეყოლება, გეკინება გახსოვს სუფრაზე რო მოყვა. შეიძლება. მოკლედ მე მგონი მაქვს თუ არა არ ვიცი მოყოლი, მაგრამ მაინც მოყვები გერმანული ნაგაზი მყავს და ეს რუდუნების გაზრდილი ძაღლი ჩავიყვანე ხელში მიჭირავს საკედან თბილისში და გზაში ბლოკავს თან არ და სამჯერ კი რაღაც დავიმტვერი მაგარი და ჩავიყვანე იქ და მთელი საჭმელები ყველაფერი ჩავუტანე და მე ვუთხარი ეს ძაღლი არ დაიკარგოს. პირველი რაც არის. ანუ იკარგება ხვდებით ვიდი სირად იკარგება. ვიდი დაიკარგა მერვია. არ დაიკარგოს ეს ძაღლი მე ვუხდები და მამა ჩემა რა არა უკაცო რა უნდა დაიკარგოს და გაიზარდა ეს ძაღლი 8-9 თვისაა და გაიქცა სახლიდან. რა ჯიშის არის? გერმანული ნაგაზია და ნუ ნაგაზები ერთმანეთს გვანან ახლა რაღაც ვიზუალით და გაიქცა სახლიდან ეს ძაღლი და მამა ჩემიც გაიქცა ოღონდასაც ვასრო არ ეძებს ხო? ეს ხო და ეძებს და მოიყვანა სახლში როგორც იქნა ახლა მოიყვანა დაგლეჯილია ავთო და ჩემს ეუბნება ესა მეორეთა რო გაიქცევ ამას და მე მეორეთ ამას აღარ მოიყვანა რას აღარ მოიყვანა ჩვენი ძაღლი ზევით არის დაბული სამჯერ მიკვიდა გზაში ამის ვიღაცი ძაღლი ვიღაცი ძაღლი წლის ძაღლი უკან ადგას სამჯერ მიკვიდა პეჭებზე აბა რა იქნებოდა ვიღაცი მე შარ გამიგვირდაო სამჯერ მიკვიდა გზაში მიკვიდა სამჯერ ეს რატო არ უნდა გქონდეთ ავტო ხო არ არის უკვე გაგინებს აბა როგორ აწევი აი ორიგინება გამოეპარა როგორ მართლა მაგარი კაცია ავტომატონი იცი რა ჩვენ ახლა ვახსენეთ ეს რომ შენ წერ ამ ტექსტებს იუმორისტული განხრით და რა ვიცი ბევრ ადგილას იყავი შენ წარმოდგენილი სხვადასხვა არხზე და ძალიან ბევრი ამ მიმართულებით ასეც გიცნობს მაგრამ მაყურებელი მაგრამ მე რამდენიმე ჭიქარო დავლიეთ მოკლედ ერთ-ერთი ფურმალისტ დროს ისეთი კარგი და სერიოზული გიო ლექსი წაიკითხა მუხამბაზი ხო ასე ქვია ხო ეგეც მამა ჩემის დამსახურება მაგრაირებს რო აღარ მწერო და მეშვილო თავი და ბოლო ორი სიტყვას არ ვიტყვი რაც მითხრა მაგერ ხო და არ გინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა შენი ერთი ლექსი რო ისეთი რა რაც იგრძენი ნამდვილად დაგეხმარებიან ბიჭო თენგინაცვალე მიდი დასწრეთ მუხამბაზი უნდა დავთვრე თასში ღვინო ჩამოასხით ქარვისფერი შენი გული ავირჩიე ჩემი დავთმე ეგ თვალები მოკაშკაშე თაფლისფერი ჩამოასხით მომაყარეთ თასი თასზე ენა წყნიან სადღეგრძელო არ მერევა მერიქიბევ მონდომებით ღვინო ავსებ სვამ იქამდე სანამ ფეხი ამერევა მერე მოვალ შენ სახლის წინ აივანთან
და გიმღერებ მთვარის შუქზე სატრფიალოს ღამის ნიავს კოცნას შენთან გამოვატან სიყვარულმა დედამიწა ატრიალოს რიჟრაჟამდე გავჩერდები შენ სახლის წინ არ ჩავაქრო ფიალაში ცეცხლს და ღვინოს იქნებ გახსნა დარაბები რას გთხოვ ამდენს ზემრომ სხივი კარის ზღურბლზე გადმოფინოს გამთენიას ტრიან ქუჩას გაუყვები თან გამყვება ცოტა სევდა ცოტა ბრაზი გულის წადილს მე არავის არ უყვები შენ მე არ გნევ დასცხე მიდი მუხამბაზი უნდა დავთორე აი ესეთი ლექსი ეგენა კარგია ძნია კაც ხო და ამ თამადობამ რაღაცეები იქნა ხოლმე და ცოტა სხვათა შორის ერთი მთავარი ფაქტი უნდა ვთქვა 4 ლიტრა და ზევით ჩვეულებრივ არა მისი ავტომობილი წვავს მაგდებს წვავს უბრალოდ ის რა ქვია ამას რაღაც სუფრაზე ვიყავი ჩვენ მეგობრებთან ერთად და ვასო შემოგვიერთა 9 საათით გვიან და თან კაცსა უთხოვია რომ გინდა თუ არა დაჯარიმებული ხარ და ის მე რო დავარქვი მას სადგითიო გამექვია იმ წიქებს მაღალი წიქები როა წყლის თვითონ დავისხით ისეთი დავისხით შეწუხებული სახით ანუ რატო ბაძალებთ ვითო ისეთ სახე ქონდა რატო ბაძალებთ შეულებრივი ჭიქა ესე გავდგი გვერდზე შეიძლება მომაჩვენეთ აქ და დაიჯარიმა საკუთარი ჩემო ვასკა წარმატებები მინდა გისურვო ყველას ერთად იცი რა აუცილებლად მინდოდა ის რომ მე აუცილებლად უნდა თქვა ერთი რამ რომ გადასარევად გაართვა თავი და ძალიან კაია რომ ესეთი ნიჭიერი ხალხი არის ჩვენს გუნდში და ეხლა შენი სტუმრობა მაინც ვერ გამოვა იმის გარეშე რომ პატარა რაღაცა ერთი სიურპრიზი გვაქვს ჩვენი ტელემაყურებლისთვის მომზადებული და მოკლედ მე ნიკოლოზი და ჩვენი ვასასი მოგცემთ რჩევებს დაამწყებთ თამადებს თუ როგორ უნდა ითამადოთ და როგორ უნდა მოიქცეთ სუფრაზე ხო წაუმზადეთ შევიკრიბეთ ჩვენები გვინდა მოგცეთ სასარგებლო რჩევები პროფესორები გახლავართ ამ გზითა ღვინო დუდუკი ქალების განხრითა აბა დავცხე და სიმღერად წაფიდაი უფასოა ერთი ლარი წყალი გვინდა თუ დაგითმეს სათამადო ალაგი უნდა ჩამომწვანილი და კარაკი სულ ღვინო იყოს სუფთაქებული არ დალიო შუშისგან სხვავებული და მარიგეს ასე მითხრეს ველადაი თვალსაშინებს დაიცლება ძნელადაი თუ ქორწილში მოგეწონა ქალია იმ წამიდან არ დადგათვალია მოზვერივით კაცთან ჩხუბი შარია გვერდით რომ ხავს შეიძლება ქმარია ერთხელ დამცხოდა მილურჯა თვალია მე გავწილებ თქვენ გეწერო ჯვარია აღმოჩნდება კლარნეტი ართას ვამობდა გირჩევ რომ მენდომე ჩხუბში მართლა აპასანია მედოლე სახში მისულს გაგაფრთხილებ ყველასაი სოლი უწებ გამოგიწერ წყევლასაი თუ ხიზლად ხარ მოიქეცი მთვრალივით არ აქცნება მაინც პატარა ძალივი დილამდე თუ გაუძელი დოვავივით მოიშორებ ცოლის ყევლას ვალივი თუ გირჩევა შეასრულებ ფრიადზე სამი ჭაჭა მისხება ხმელიაზე ნაბახუსებს არ ეხუმრო თავიდან მაგის გამო ბევრი
გავიდა თორემ ღვინო დუდუკი და ქალიდან ხოლო დუდუკი დაგრჩება სამიდან